რუსები გასვლას არ ჩქარობენ, სამაგიეროდ პროვოკაციებს არ ერიდებიან. დღეს მათ ახალი პოზიციების დაკავებაც სცადეს. ბორჯომსა და საჩხერესთან რუსული მძიმე ტექნიკა ქართულმა პოლიციამ არ გაატარა. ამის შემდეგ აგრესორები უფრო აგრესიულები გახდნენ და ლამისყანასთან უკვე ძალა გამოიყენეს. პატრულის მანქანებით გადაკეტილ გზაზე რუსულმა ჯავშან მანქანებმა ზევიდან გადაიარეს. თამარ ბაღაშვილი იმყოფებოდა დღეს ლამისყანის გადასახვევთან. თამარ, რამდენად მოულოდნელი იყო ქართველი პოლიციელებისთვის რუსი სამხედროების ქმედება? ეს მოქმედება რუსი სამხედროების ქართველი პოლიციელებისთვის იყო, რა თქმა უნდა, მოულოდნელი, რადგან ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა, ლამისყანის გადასახვევი არის 30 კილომეტრის მოშორებით კონფლიქტის ზონიდან, იქ სადაც რუსულმა ჯავშან ტექნიკამ ქართული საპატრულო პოლიციის მანქანებს გადაუარა. დღეს რუსული ცოცხალი ძალა და BMP-ს ტიპის ჯავშან ტექნიკა იგოეთთან ლამისყანის გადასახვევთან საღამოს 6-ის ნახევარზე გამოჩნდა. ასე პირნათლად ასრულებს რუსეთი ლიდერების ხელმოწერილ სამშვიდობო შეთანხმებას. რუსულმა მძიმე ტექნიკამ ქართული საპატრულო პოლიციის მანქანებზე გადავლით გეზი ლამისყანისკენ აიღო. გზის გადაკეტვა შეიარაღებული ნაწილებისთვის ქართულმა სამართალდამცველებმა სცადეს. У нас там взвод стоит, мы к нему и пойдем. Мы можем отпустить одну машину взвод. Вы ему будете делать то, что я говорю, а не то, что вы. Понятно? Нет? Че это? Мне условия ставить не надо. Мы никакие условия не ставим. Вы хотите, чтобы я раздаю машину, я раздавлю сейчас. У меня приказ. Я не могу этих машин сдвинуть вместе. რუსეთის ჯარების დამხმარე ძალა იგოეთთან რამდენიმე წუთში გამოჩნდა. 4 BMP-ს კიდევ 5 ჯავშან მანქანა და ცოცხალი ძალა დაემატა. ლამისყანის გავლით ოკუპანტები სავარაუდოდ ახალგორისკენ გაემართნენ. ადგილი, სადაც ქართულ პოლიციასა და რუს სამხედროებს შორის ინციდენტი მოხდა, კონფლიქტის ზონიდან 30 კილომეტრითაა დაშორებული. რუსული შეიარაღებული ძალების აგრესია შეფასება შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთში მოყვა. ერთის მხრივ რუსეთის ოფიციალური პირები პირდაპირ ეთერში გვარწმუნებენ, რომ რუსული შეიარაღების გასვლა საქართველოდან უკვე დაწყებულია. ამის საპირისპიროდ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვაფიქსირებთ რუსული შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ზომის დანაყოფების გადაადგილებას ან გადაადგილების მცდელობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. რუსი სამხედროების გაღიზიანება სავარაუდოდ ბორჯომთან და საჩხერესთან მომხდარ ინციდენტებს მოყვა, როცა ქართულმა პოლიციამ რუსული ტანკების შეჩერება შეძლო. რუსმა ოკუპანტებმა პოლიციის წინააღმდეგობის შემდეგ უკან დაიხიეს. კოლონის შემადგენლობაში იყო 2 BTR-ი, იყო ერთი ურალის მარკის სატვირთო ავტომანქანა სამხედროებით, იყო ერთი ჯიპი და ერთი ეგრეთ წოდებული კოლხოზნიკი ვილისი. ამ დროს გადაკეტილი იქნა გზა ადგილობრივი საპატრულო პოლიციის მიერ და ადგილობრივი კრიმინალური პოლიციის მიერ და ადგილობრივი პატრულის დანაყოფის ხელმძღვანელმა გიორგ საგოიანმა არ მისცა მათ ბორჯომში შესვლის საშუალება, რის შემდგომაც ეს კოლონა დაიძრა უკან ისევ ხაშურის მიმართულებით. ოკუპანტებმა სიტუაციის გამწვევა დღეს არაერთხელ სცადეს. წასვლამდე, როგორც ჩანს, ქართველების მოთმინებას კიდევ ერთხელ სცდიან. რუსეთის პრეზიდენტის დაპირების მიხედვით რუსულ ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან გასვლა სწორედ დღეიდან უნდა დაეწყო. დღის განმავლობაში ყველა ველოდებოდით, რომ რუსეთის ხელისუფლების კიდევ ერთი დაპირების მიხედვით დღეს გაიცემოდა ბრძანება, რომლის საფუძველზეც რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიის დატოვებას დაიწყებდნენ. თუმცა დღის 3 საათისთვის სამხედროებმა სულ სხვა განკარგულება მიიღეს. უკვე 3 საათიდან აი აქ სოფელ ნაწრეთთან არის ბოლო ბლოკპოსტი, საიდანაც ჟურნალისტებისთვის და ყველა სხვა დანარჩენი მანქანისთვის გადაადგილება შეზღუდულია. გორის მისადგომებიდან აკრძალვებმა უკვე სოფელ ნაწრეთამდე გადმოინაცვლა.